შეყვარებია ეს გოგო, სადღაც უნახავს. გაგიჟებულა, გადარეულა, მაშინვე სიყვარულში გამომწყდარა, თან რაღაცნაირად უცნაურად რები ჩაუტარებია კაცმა, არ იცის. სადღაც წიგნი უყიდია, ამ წიგნში რაღაც ფურცლები ჩაუწებებია, 1000 ფგვერდი, მე მგონი ამ ფგვერდებში რაღაცები დაუმალია. მოკლედ მე სადღაც წასულა, რამდენიმე 1000 კილომეტრი უვლია, ჩასულა ძლივს, ხო მაგრად გაურკოლატყვები, მაგრამ ისე მაინტერესებს ამ ცოტათი უცნაურ და ჩახართულ ისტორიას თვითონ როგორ განმარტავს, ერთი კი ვიცი რომ ნამდვილად შეყვარებია. მაგრამ მე ხა ისე უნდა გავაკეთო რომ სტუდიაში შემოვიყვანო და ვთხოვო რომ ეს ამბავი აქ დავამთავროთ და დავაგვირგვინოთ. მომხრები ხართ? აქ დავაგვირგვინოთ ამბავი? ამისთვის ვინ გვინდა სტუდიაში? სიძე სტუდიაში, გიორგი ნაზღაიძე ნანუყაშაულში. მე რაღაცებს გიმზადებ შენ, მაგრამ მანამდე უნდა მომიყო რაღაცები. აბა, დავიწყეთ. სად ნახე? იცი რა, ჩვენი გაცნობა საერთოდ ძალიან განსხვავებული იყო, იმიტომ რომ საქმენი ურთიერთობი დაიწყო. იქიდან გამომდინარე, რომ დავპატიჟე მე ფრანგულ რესტორანში, რაღაცა დამთხევა ფრანგული რესტორანი და დავპატიჟე. ბევრი დამთხევა იქნება დღეს, შემდეგ? დავპატიჟე ფრანგულ რესტორანში და მივედი გამოწყობილი. ну ზედმეტად გამოწყობილი არის, ну რაღაცა ესე ჩაცმული არ ვიყავი რაღაცა პიჯაკი მეცვა, პერანგი, რაღაც ჰალსუხი და მიხვდა რომ ეს არ იყო უბრალოდ ეს ჩაცმულობა, უბრალოდ რაღაცა საღამოსთვის. მიხვდა რომ რაღაც ვეპრანჭებოდი. ხო, არა, მე მაგიდან წამოხვედით, ვაი, მე ნაძლავთ. და იქიდან მოხდა ისე რომ შევთვერი ცოტა როგორც ყოველთვის. წახვედი სახლში? არა, მეგობრებთან ავიყვანე სხვათაშორის. არა, მე ის მაინტერესებს, მესიჯი რომ გაუგზავნე. მესიჯი რომ გაუგზავნე. ხო, წავედი მე გვიან სახლში და უკვე ნასვამ მდგომარეობაში თამამი ნაბიჯი გადავდგი, იმიტომ რომ უთხარი მიყვარხარა. დიდი ხანია რომ მე მარტო დავდიო რაღაც წლების წინ მქონდა რაღაც სერიოზული ურთიერთობა და მე SMS-ით მივწერე რომ მე შენ მიყვარხარ. ოღონდ მეორე დღეს უკვე რომ გადავხედი ამ SMS-ებს, მივხვდი რომ ვაიმე რა გავაკეთეს, რა სისულელი ჩავიდნენ, ეს ნაადრევად არ შეიძლება. არა, ნაადრევად არ შეიძლება ეს ამის თქმა. ბოდიში მოუხადე, მაგრამ იქიდან საპირისპირო წამოვიდა, რომ ძალიან მესიამონა ეს ყველაფერი. და აქედან დაიწყო. აქედან დაიწყო და დაიწყო, ჩვენი ურთიერთობა უფრო გრძელდებოდა WhatsApp-ით, იმიტომ რომ ამ ხელა ესე რაღაცა მე მივხვდი რომ ინტერნეტი რაღაც ისეთ კავშირი სიყვარული აუხსენი მობილურით, WhatsApp-ში გაუგზავნე, მე კიდე რაღაც, მაგრამ ეხა მითხარი? მე ხო განსხვავებული ვარ სულ ესეთი რაღაცები. ისევ ფრანგულ რესტორანში, იმიტომ რომ მე მიყვარს ეს ფრანგული ყველაფერი, ისევ ფრანგულ რესტორანში დაუნიშნე ესე იგი საღამო, რომელზეც მივიდა თვითონად შეხვედრების შემდეგ. და მე დავაგვიანი ალბათ მიახლოებით 3 საათი გამიზნულად. დაიღალა. შენ ბოროტი ყოფილი ხარ კაცო. შემდეგ დაიღალა, დაიტანჯა, ჭამა, რაღაცა მიირთვა, სასმელი ყო, ну აღარ შეუძლია რეკავს და მეუბნები მოვდივარ და როგორც იქნა მივედი და მე უთხარ ესეთ რაღაცა რომ მე 5 დღის განმავლობაში მეთქი არაფერი არ მიჩვქები და ეს ჩემგან. და იყო ესეთი დიდი წიგნი ქართული ზღაპრების, ხო ბავშვთა ზღაპრები ეწერა, რომელიც ნახა და 27 წლის გოგო როდესაც ამ წიგნს ნახულობს, რა თქმა უნდა იტყვის რომ ეს ბიჭი ვერ არის. ყველაზე მსუბუქი ფორმა, როცა იტყვის ვერ არის. რა სიტყვის მე რეგეთყვი? ან მეორე ყველაზე რთული, რომელსაც სახეში გაგარტყავს. და ხდება ის რომ ამ წიგნს შლის, მე ვეუბნები რომ კიდე გადაშალე, კიდე იმიტომ აღარ უნდა გადაშლა, შეწუხდა. მე რამდენი გვერდი იყო? ეს იყო ბოლო გვერდი იყო, როდესაც ეს წიგნი იშლება, თავი და ბოლომდე იკრება და არის დიდი სასახლე, სადაც ცხოვრობს ოჯახი, თავის ბავშვები და ასე შემდეგ, ხო? რაღაცა ესეთი სასახლე იყო. ხო, მივხვდი ესე რომ იშლება და სასახლე. და როდესაც დავდე ეს მაგიდასთან, კიდე შოკირებული არის, რომ ამას ეგონა, რომ ამას გონია, რომ რაღაც პატარა ბავშვად აღვიქვავ ამას, რაღაც ეს თიც რო უჩვენებენ და მე ვთხარ, შენი საჩუქარი ეს არ არის და შენი საჩუქარი უნდა იპოვო წიგნში. და დაბნეულმა როგორც იქნა იპოვა ეს ბეჭედი და იქ მთელი რესტორანიც უკრავდა ტაში, იმიტომ რომ ერთი სული ქონდა როდის წავიდოდი, თან გაუხარდათ ის რომ ბეჭედით მივეცი. მე მგონი ამ რესტორანში ერთი სული აქვს როდის წავალ, იმიტომ რომ მთელი დღე აგურმეში ვზივარ, მაგრამ მანამდე მინდა ერთი თხოვნა გაგკეთო. მოდი დაურეკო Skype-ით. ბიჭო, იცი რატო ხა გეტყვი რა გიო რა. WhatsApp-ით აუხსენი სიყვარული. წიგნში აჩუქე ბეჭედი. და მე მაგ შენთან ეხა თხოვნა, რომ Skype-ით თხოვოთ ხელი. კარგი, თანახმოვარ. მაინც და მე მოვთელე შენთან წინასწარ. მე ხაიცი ყველაფერი გამხელილი მირჩევნია. მოვთელე წინასწარ და დამთანხმდი ამაზე. თანახმოვარ ცოტა აღველდი უბრალოდ. თავარია გვითხრას. თავარია. ალო? მარი გამარჯობა. Bonjour. გამარჯობა. როგორ ხარ?
კარგად, ქართული იცის. მე ვასწავლე, რაც შემეძლო, ახლა ის რას მეტყველებს ეს ჩემი დამსახურება, იმიტომ რომ პირველად რო გავიცანი, ვერ ვიგებდი რას მელაპარაკებ. მანამდე არ იცოდა ქართული. 17 წლიდან წასულია, დავიწყებულია ყველაფერი. აპრილში ჩამოვა გიორგი, მაგრამ მანამდე შენთან აქვს რაღაც საქმე. გიორგის. აი უკვე ეშინია. ხო, მე მგონი დაფიქრდა და ის რა ქვია, ძალიან პრინციპში ქონდა დრო იმისთვის, რომ დაფიქრებულიყო ამ ურთიერთობებზე და საინტერესოა, იმიტომ რომ მან თქვა, რომ უნდოდა რომ ეს შენთვის ეთქვა, მე მესმის რომ შენ შეიძლება ეს ძალიან მძიმე მოსასმენი აღმოჩნდეს და მე მესმის რომ ეს შეიძლება შენთვის ისეთი შოკი იყოს, მაგრამ მაინც მან გადაწყვეტა რომ შენთვის ესე თქვა საჯაროდ, რამდენად მძიმე მოსასმენიც არ უნდა აღმოჩნდეს შენთვის და რამდენად რთულიც არ უნდა აღმოჩნდეს შენთვის, მაინც მინდა იცოდე რომ მე ვარ შენს გვერდით და მე იცოდე რომ ვარ შენს მხარეზე და ჩემთვის მნიშვნელოვანია შენი პოზიცია. ეს არის თავარი გახსოვდა სულ. ეხლა გიორგი მოვა და გეტყვის ის რის თქმაც უნდოდა. ესე იგი შენ შესავალი გააკეთე არაჩვეულებრივი, ესე იგი. მარიამ ძალიან მიყვარხარ და მე მინდა ერთი მოკლედ გითხრა, მაინც არ მიყვარს ძალიან ბევრი საუბარი, მინდა რომ ცხოვრების ბოლომდე ჩემთან ერთად იყო და ერთად დავბერდეთ. და შენი როკი რომელიც ყავს მან, რომელსაც მოვენატრე მე რომ ერთად ესე ყავდეთ ჩვენ ბევრ შვილთან ერთად. თანახმა ხარ? ეხა არას მეტყვა ფეხი ჩამოვალმა. თანახმა ხარ ცოლად გამოვყვე. თანახმა ვარ. მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ. ფრანგულ ქუჩაზე რომ ჩაივლით, ნახავთ ხოლმე ესეთ Apple Store-ს და მე მიყვარს ხოლმე ამაღაზიაში შესვლა, რაღაცებს ყიდულობს, სხვათა შორის ამაღაზიაში, მაგრამ მომსახურების სერვისი აქვს არაჩვეულებრივი და რა გავიგე ახლა? Apple-ის რისეილერი საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა რისეილერის და ზუსტად ისეთივე მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ აი აქ. როგორც კომუნიკაციებით მოყვანილმა, ახსნილმა, სიყვარულმა, მოყვანილმა, ცოლმა, გამხელილმა, ცოდვებმა და ყველაფერმა Apple-ის რისეილერმა საქართველოში ჯისტორმა გადაწყვეტა რომ გიორგის გაუკეთო სპეციალური საჩუქარი და გიორგი დანარჩენ დრას რისი გარკვეულს დაგჭირდება ჭავჭავაძის 21-ში მიდის და იგარდე. ხო. მე მოდი რა ამ თემაზე მივაპარაკოთ მაშინ როცა თქვა მე მინდა აი ყველა წინაშე მინუს თხოვო თხოვება მაგარი რამე მოგვიწყე წყალი მოუწარეთ მართლა განახო მე სოფოსთვის მაქვს პატარა რაღაც საჩუქარი როგორც მას უნდოდა და მე მგონი რომ გავხარდება და მე მგონი შენ მერიგდი რა თუ შეიძლება ეხლა ამაზე რომ ვინმე თქვას დადგმულიაო რა ვიცი არაფერი არ არის დადგმული მე ხო იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელ სტუდიაში ელი უკანკალებს დედაგებიცები დღეს აქ იქნება ქორწილი. ქორწილი იცით როგორი? გოგო სოხუმში დაიბადა. ბიჭი თბილისში. წლები ერთად ცხოვრობენ, მაგრამ დაქორწინება აქ ანაკლიაში გადაწყვიტეს.